ბარსელონა და საათნახევარში მოხვდები ამ ულამაზეს ადგილზე. ეს არის კოსტა ბრავა, რომელიც ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპირო რეგიონია. ბარსელონა სპეციალური ფაზაკლების ფარგლებში მატარებით უფასოდ ჩავედით და გზა მიუყვებოდა სულ სანაპიროს. ვალენსიის ცენტრიდან ავტობუსით პირდაპირ ქალაქის ცენტრში მოხვდები, რომელიც 2 ცენტი ღირს. ვალენსიის ზღვისპირა მშვიდი პატარა ქალაქია ულამაზესი სანაპიროებით და ბოტანიკური ბაღით. ქალაქში გასეირნების შემდეგ გადავინდოთ უკვე ბოტანიკური ბაღის გზაზე და გზაში ესეთი ხედი ჰქონდა. ბოტანიკური ბაღის ბილეთი 15 ევრო ღირს, თუმცა ამ სანახაობისთვის ნამდვილად ღირს. ეს ადგილი საუკეთესო ლოკაციაა ფოტოებისთვის, თუმცა ყოველთვის არის რიგი, ამიტომ 1 საათი მაინც დაგჭირდებათ აქ. პარკის ყველა მხრიდან ეს სანაპიროები მოჩანს და არის ძალიან შთამბეჭდავი და საკმაოდ ფოტოგენური ადგილებია. შემდეგ გადავინაცვლოთ ქალაქის მეორე მხარეს, აქ პატარა მშვიდი სანაპიროა და ერთი რესტორანი საკმაოდ ნორმალური ფასებით. ბოლოს წყალში შევცურეთ, თუმცა ძალიან ცივი იყო, მაგრამ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. საბოლოოდ კი ძალიან კარგი დღე გამოვიდა და თუ ბარსელონაში იქნებით, აუცილებლად გამონახეთ დრო და ესტუმრეთ კოსტა ბრავას.